საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში 100 ქართველი პროფესორი ქვეყანას დატოვებს და რომელიმე ევროპულ ქვეყანას თავში საფარს თხოვს. ამის შესახებ დღეს პროფესორთა დაცვის ლიგის წევრმა ლალი მოროშკინამ განაცხადა. ლიგა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პროფესორ მასწავლებლების დასახმარებლად შეიქმნა და იგი ორგანიზაცია გადაარჩინეს სიცოცხლეს შეუერთდა. პროფესორები მოითხოვენ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება მიეცეს. პროფესორთა დაცვის ლიგა შეშფოთებულია საქართველოში განათლებული კანონკითხოვებით, როცა ადამიანებს არ აქვს საშუალება თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ნება, თავიანთი ხარდაჭერა, სიმპათიები ამა თუ იმ პარტიის მიმართ. ერთადერთი რაც მინდა მოვუწოდოთ ყველას, ნუ დაიზარებენ, მივიდნენ პირველში და ხმამეცენ იმას, ვინც მოწონთ დღევანდელი ხელისუფლება. კი ბატონო, ღმერთმა ხელი მომართოთ და თავი, მაგრამ მოვიდნენ აუცილებლად და კარგად შეხედონ, ვინც რა გაუკეთებია ამ წლების განმავლობაში, რითი მოვიდა დღევანდლამდე, ვინ ვიყავით, რა ვიყავით და როგორ მოვედით. ჩვენ დღეს ვუერთდებით ბატონ იურა ვაზაგაშვილის ამ ორგანიზაციას, დაიცავი სიცოცხლეს და ვთვლით, რომ სიცოცხლის დაცვა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ის პროფესორები, რომლებიც აღმოჩნდით, ასე ვთქვათ, ბურთს მიღმა და რომლებიც გამოგვიშვეს ზუსტად პოლიტიკური ნიშნით და ცალკე ორგანიზაცია შეიქმნა პროფესორთა დაცვის, ვფიქრობ, რომ ორივე ერთად და ჩვენ შერწყმული ამ ორგანიზაციასთან ბევრ ამის გაკეთებას შევძლებთ და აქ მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ემიგრაციის ახალი ტალღის საშიშროება მოდის იმ შემთხვევაში, თუ გაყალბდა არჩევნები